პირადი ურთიერთობების არ არის ჩემი აზრით უბრალოდ პირადი ურთიერთობები. აქ არის მთელი ბავშვობის სცენარი გადმოტანილი. ჩემი აზრით რა ფსიქოლოგია ამას ამბობს, მაგრამ ჩემი გამოცდილებით როცა პირად რუკას უყურებთ, ახლა ძირითადად პირად ურთიერთობებში ყოველთვის არის ჩართული, ყოვამბობთ რომ ვენერა, მარსი, მაგრამ ზემთვარიდან ჩანს აქ როგორ შეიძლება პირადში რა სცენარებით დავტრიალდეთ, ესე რომ ვთქვათ და პირადი საიდან მოდის უყურებ შობლებს უყურებ მასა როგორ იქცევა და შენც იგივე იმეორებ. თუ არ იმეორებ, ნენელა ხვდები რომ ეს თუ არ მომწონს, იგივე კი არ გადავაკატავო არაცნობიერში. შევცვალო რაღაც, ხო, საერთოდ. და შეცვლაში ვინ დაგვეხმარება, თუ ერთი და იგივე შევტრიალებ და განსხვავებული არ მინახავს, ვერაფერს ვერ შევცვლი. არ მომწონს, მაგრამ ისიც არ ვიცი რა გავაკეთო. ეხლა ასტროლოგიაში რა არის თან ძალიან საინტერესო, რომ არის ზოგადი წესები, ოჯახური იქაც ფეიკი არის ხოლმე ძირითადად სულ ფეიკი არის, როცა არის ფორმა და ჩარჩო, იმის შიგნით შინაარსი არ არის ხოლმე როგორც წესი, ხო? ეგ კიდეც ალგე პრობლემა არის, მაგრამ ინდივიდუალურად რა ხდებოდა ეს ადამიანის ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში. ის კი არა ფასადი რა იყო, მართლა სინამდვილეში რა იყო, ამას რუკა გვაჩვენებს ხოლმე. აი მთვარე მზის დონეზე თუნდაც და მისი ასპექტების დონეზე მეგობრებო იმდენ რამ შეგვიძლია გავიგოთ ადამიანზე. თუნდაც მთვარე არის როგორ ემოციურ კონტაქტს ახდენ თუნდაც პირად ურთიერთობაში სხვა ადამიანთან, იმიტომ რომ ახლა ხშირად ერთად ვართ ჩვენ მთვარეების დონეზე ვიცნობთ უკვე ერთმანეთს და არა მზის დონეზე ან ვენერას დონეზე, ხო? იქ ემოციურ კონტაქტზე ვისთან ვინმესთან რო გავდივართ და ჩვენ ან თუნდაც თანაცხოვრებაში თუ ვართ, ხო, ჩვენ მთვარის კონტაქტია. და მთვარე რა არის ჩვენ ოჯახში, როგორი ემოციური კონტაქტი გქონდა, რისი მოთხოვნილება გქონდა და არ გქონდა ოჯახში და მე რას ვითხოვთ მაგალითად ემოციურ სფეროში სხვა ადამიანისგან, ხო? და ეს მეგობართან, პარტნიორთან, მეუღლესთან ყველგან ვლინდება, შვილთან ვლინდება მთვარე მაგალითად. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ მთვარის დონეზე დავინახოთ ჩვენ და მზის დონეზე უკვე ცნობიერად მაგალითად დავინახოთ როგორ შეგვიძლია ადამიანთან ურთიერთობა ეს პირადი რუკი.